ძვირფასო სულო, დღეს ანგელოზებმა შენთვის განსაკუთრებული გზავნილი მოიტანეს. ის მოვიდა სწორედ ამ მომენტში, რადგან სამყარო იცის, რომ შენ მისი მოსმენა გჭირდება. გაურკვევლობისა და სირთულეების დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვიძღვებიან მაღალი და სიყვარულით სავსე ძალები, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ჩვენს გვერდით არიან. ეს არის ღვთაებრივი შესაძლებლობა და ამ ვიდეოს მსვლელობისას შენ დაუკავშირდები ანგელოზურ ენერგიას, რომელიც შენს ირგვლივაა. სანამ დავიწყებთ, დააჭირე მოწონებას, დაეხმარე ჩვენ სინათლის გავრცელებაში, გამოიწერე არხი და კომენტარებში დაწერე: მე ღია ვარ ანგელოზების გზავნილზე. ასე კიდევ უფრო გაააქტიურებ ანგელოზურ ენერგიას შენს ცხოვრებაში. გახსოვდეს, რომ ყოველი სიყვარულის ჟესტი და რწმენი სიყვა, როგორც მოწოდებაა ღვთაებრივ სინქრონულობაზე. ანგელოზები მზად არიან ჩაერიონ და მოგიტანონ სიწმინდე და ძალა, რაც ახლა გჭირდება. გზავნილი, რომელსაც დღეს მოისმენ, არ არის მხოლოდ დაფიქრების მიზეზი, ეს არის მიწვევა გარდა სახვისკენ. ანგელოზები ყოველთვის მზად არიან გვიჩვენონ გზა და დღეს ისინი შენთან ახლოს არიან იმის რწმენით, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული მზად არის მოხდეს შენს ცხოვრებაში. ამ გზაზე მართო არ ხარ. ისინი აქ არიან, რათა დაგეხმარონ სირთულეების გადალახვაში, შემოგთავაზონ დაცვა და შთაგონება. ყოველი სიტყვა, რომელსაც აქ მოისმენ, საგულდაგულოდ შეარჩიეს ციური მახარებლების მიერ, რათა შეეხოს შენს გულს და გააღვიძოს შენი სული. ამ ვიდეოს განმავლობაში თავი მიეცი ანგელოზების მოსიყვარულე არსებობას, მათ სურთ რომ მიცოდე, გარდასახვის დრო უკვე დადგა. ნუ ებრძვი ცვლილებებს, ისინი ღვთაებრივი გეგმის ნაწილია, რომელიც ზეცამ შენთვის მოამზადა. ყოველი სირთულე ზრდის შესაძლებლობაა და ყოველი ცრემლი არის თესლი, რომელსაც შეუძლია იმედი და სიხარული გააღვივოს. ანგელოზები სიყვარულით აკვირდებიან შენს თითოეულ მოძრაობას, თითოეულ მიღებულ გადაწყვეტილებას და მზად არიან ჩაერიონ საჭირო დროს. იგრძენი შენს ირგლივ ენერგიის ვიბრაცია. ანგელოზები გზავნიან ნიშნებს და გზავნილებს და შენ ღირსი ხარ, რომ ისინი მიიღო. გაუხსენი გული და გონება ამ გამოცდილებას. როცა უკავშირდები ღვთაებრივს, გახსოვდეს, რომ რწმენა ძალაა, რომელსაც შეუძლია მთების გადატანა. არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ამ ვიდეოს ახლა უყურებ. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ღვთაებრივი სინქრონულობაა. ახლა ღრმად ჩაისუნთქე და იგრძენი ეს კავშირი. ეს წმინდა მომენტია. ერთად ჩაუღრმავდეთ იმ გზავნილს, რომელიც ანგელოზებს შენთვის აქვთ დღეს და გავიგოთ, როგორ შეუძლია მან შეცვალოს შენი ცხოვრება. მოემზადე სიღრმისეული სულიერი მოგზაურობისა და იმ კურთხევებისთვის, რომლებიც შენ გელოდებიან. ანგელოზები ჩუმად გეცურჩულებიან სიყვარულისა და უსაზღრო მხარდაჭერის სიტყვებს. გახსენებენ, რომ შენ სრულყოფილი ქმნილება ხარ შემოქმედის მიერ და იმსახურებ ყველა ციურ კურთხევას, რომელიც შენსკენ მოდის. ანგელოზები ამბობენ: შენ მალე გადალახავ სინათლის კარიბჭეს. რთული ციკლი სრულდება და რაღაც განსაკუთრებული მოდის შენსკენ. მათ სურთ რომ იცოდე, გარდასახვის დრო უკვე დადგა. ნუ ებრძვი ცვლილებებს, ისინი ღვთაებრივი გეგმის ნაწილია, რომელიც ზეცამ შენთვის მოამზადა. ძვირფასო სულო, ანგელოზები მთხოვენ გადმოგცე ერთი ღრმა ჭეშმარიტება. ყველა ნამდვილი გარდასახვა იწყება შინაგანად. ისინი დაუღალავად მუშაობენ, რომ მოამზადონ შენი გული და გონება იმ კურთხევების მისაღებად, რომლებიც უკვე გზაშია. ეს პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან საჭიროებს, რომ გაუშვა ძველი შაბლონები, შიშები, რომლებიც აღარ გემსახურება და შეზღუდული რწმენები, რომლებმაც შეაფერხა შენი სულიერი ზრდა. ანგელოზების მიერ ნახსენების სინათლის კარიბჭე მხოლოდ მეტაფორა კი არ არის, არამედ სულიერი რეალობაა. წარმოიდგინე, რომ შენს წინაშე იღება ნათელი, ოქროსფერი ენერგიით სავსე გზა. ეს სინათლე არა მარტო ანათებს მომავალს, არამედ წმენს ყველაფერს, რასაც წარსულიდან ატარებ. ყოველი ნაბიჯი ამ სინათლისკენ არის შეგნებული არჩევანი. მიიღო ის გარდასახვა, რაც სამყარო სპეციალურად შენთვის მოამზადა. ანგელოზებს სურთ იცოდე, რომ ბოლო პერიოდის სირთულეები შენს ცხოვრებაში არ ყოფილა სასჯელი, არამედ მომზადება. ყოველი გამოწვევა, ყოველი ცრემლი, ყოველი უძილო ღამე იყო უფრო დიდი სულიერი განწმენდის პროცესის ნაწილი. როგორც ოქრო იწმინდება ცეცხლში, ისე შენი სულიც გაიარა აუცილებელი განწმენდა,
რომ მზად იყო ახალი კურთხევების მისაღებად. მათ ჩურჩულით გადმომცემენ, რომ შენ ხშირად გქონია რწმენის ეჭვი და არაერთხელ გიკითხავს, ღირს თუ არა ბრძოლა გაგრძელება. მაგრამ ანგელოზები გეტყვიან, ეს ეჭვები ბუნებრივია და ზრდის პროცესის ნაწილია. ისინი არასდროს მიგიტოვებენ, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ მარტო დადიხარ სიბნელეში. სინამდვილეში, სწორედ ამ ყველაზე რთულ მომენტებში ისინი ყველაზე ახლოს იყვნენ შენთან. მოსალოდნელი გარდასახვა შეეხება შენი ცხოვრების ყველა სფეროს. შენი ურთიერთობები გახდება უფრო ავთენტური და ღრმა. ადამიანები, რომლებიც შენს ენერგიას აღარ შეესაბამებიან, ბუნებრივად დაგშორდებიან, ხოლო მონათესავე სულები მოგიახლოვდებიან, რითაც შეიქმნება ნამდვილი და გრძელვადიანი კავშირები. შენი ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება, რადგან ანგელოზები გიგზავნიან იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შენს ცხოვრებისეულ მოწოდებას შეესაბამება. ანგელოზები გთხოვენ, ყურადღება მიაქციო შენს გარშემო ნიშნებს. განმეორებადი რიცხვები, როგორიცაა 111, 329 ან 777, შემთხვევითობა კი არა, პირდაპირ გზავნილებია ზეციური სამეფოდან. ბუმბულები, რომლებიც მოულოდნელ ადგილებში ჩნდება, პეპლები, რომლებიც გზას გიკვეთავენ, ან სიმღერები, რომლებიც ზუსტად მაშინ ჟღერს, როცა კონკრეტული გზავნილი გჭირდება, ეს ყველაფერი ანგელოზების აქტიური მუშაობის ნიშანია შენს ცხოვრებაში. მათ სურთ, რომ იცოდე, მოთმინება, რომელიც გამოიჩინე, არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ყოველი ჩურჩულით ნათქვამი ლოცვა, დახმარების თხოვნა სიჩუმეში, ყოველი მომენტი, როცა რწმენა აირჩიე სასოწარკვეთილებაზე, ეს ყველაფერი ანგელოზების გულში ჩაიწერა. ახლა კი, ისინი მზად არიან დააჯილდოვონ შენი ერთგულება და მოთმინება კურთხევებით, რომლებიც ყველა შენს მოლოდინს გადააჭარბებს. გარდასახვა ასევე გულისხმობს ცვლილებას შენი თავისადმი დამოკიდებულებაში. ანგელოზებს სურთ, რომ შეწყვიტო საკუთარი თავის დამცირება. შეწყვიტო იმის დაჯერება, რომ არ ხარ ღირსი სიყვარულის და კეთილდღეობის. შენ შემოქმედი საყვარელი შვილი ხარ და ამიტომ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს, რასაც ცხოვრება გთავაზობს. დროა მიიღო შენი ნამდვილი იდენტობა, როგორც სულიერი არსება, რომელიც ადამიანურ გამოცდილებას იღებს და შეუძლია სასწაულების მოხდენა რწმენითა და სიყვარულით. ანგელოზები გთხოვენ, რომ ენდო. მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს იშლება, გახსოვდეს, ისინი კულისებში მუშაობენ, აწყობენ თავსატეხის ნაწილებს, რათა მოგიტანონ მოულოდნელი კურთხევა. და კიდევ, ისინი გთხოვენ, ხმამაღლა გამოაცხადო, სწორედ ახლა. მე ვიღებ იმ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა. ეს დადასტურება არამხოლოდ განგების გეგმასთან გალამაზებს, არამედ ხსნის გზას, რათა კეთილდღეობა უფრო სწრაფად მოვიდეს შენს ცხოვრებაში. ძვირფაზო სულო, ამ მომენტში ანგელოზები სურთ შემოგახვიონ იმედის მანტია. ისინი ხედავენ, როგორ ატარებს შენი გული გაურკვევლობის თვირთს, როგორ ებრძვის შენი გონება ეჭვის აზრებს, რომლებიც დაჟინებით გიჩურჩულებენ, რომ შეიძლება არაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. მაგრამ ანგელოზებს სურთ, იცოდე ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება. იმედი მხოლოდ გრძნობა კი არ არის, არამედ ძლიერი სულიერი ძალაა, რომელსაც შეუძლია მთების გადადგმა და გზების გახსნა იქ, სადაც თითქოს არაფერი არსებობს. როცა არჩევ ენდო, მაშინაც კი, როცა გარე-გარემოებები საპირისპიროს მიგვანიშნებენ, ააქტიურებ ვიბრაციულ სიხშირეს, რომელიც სრულად შეესაბამება ზეციულ გეგმებს შენი ცხოვრებისათვის. ანგელოზები მუშაობენ უნივერსალური კანონების მეშვეობით და ერთ-ერთი ასეთი კანონია მიზიდულობის კანონი. შენი ნამდვილი ნდობა იზიდავს გადაწყვეტილებებს, შესაძლებლობებსა და სწორ ადამიანებს შენს გზაზე. თითქოს შენი გული დივაინის სიხშირეზეა აწყობილი. ანგელოზები მაჩვენებენ ლამას სურათს. წარმოიდგინე ზეციური მებაღე, რომელიც მუშაობს შენს პირად ბაღში. ყოველი გამოწვევა, რაც გადალახე, იყო როგორც ნიადაგის მომზადება, შიშებისა და შეზღუდული რწმენის სარეველების მოცილება. ყოველი გადმოდენილი ცრემლი იყო როგორც მკვებავი წყალი, რომელიც შენი სულის მიწას წყავდა. და ახლა ზეციური მებაღე რგავს კურთხევების თესლებს, რომლებიც თავის იდეალურ დროს აყვავდებიან. მათ სურთ, რომ გაიგო, ნდობა არ ნიშნავს კითხვების ან სისუსტის მომენტების არარსებობას. ნამდვილი ნდობა, როცა ირჩევ, ირწმუნო ღვთიურ სიყვარულში, მაშინაც კი, როცა შენი ადამიანური გონება ვერ ხვდება მთლიანად დიდ გეგმას. ეს გავს ბავშვს, რომელიც მამის მკლავებში ხტება. იცის, რომ მას დაიჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი არ ესმის. ამ ზუსტ მომენტში, როცა ამ სიტყვებს ისმენ, ანგელოზები მრავალ განზომილებაში მუშაობენ, რომ მოაწყონ შენი ცხოვრება.
ისინი ეხებიან იმ ადამიანების გულებს, ვისაც ჯერ კიდევ არ იცნობ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ შენს მომავალში. ისინი აწყობენ გარემოებებს, ქმნიან სინქრონულობებს და აშორებენ ბარიერებს, რომელთა არსებობაც ჯერ არც კი იცი. ეს არის ფაქიზი და სიყვარულით სავსე სამუშაო, რომელსაც ასრულებს ის, ვინც სრულებით იცნობს შენს გულს და შენს ყველაზე ღრმა ოცნებებს. დადასტურება, რომ ანგელოზებმა გთხოვეს გამოაცხადო, მე ვიღებ იმ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. თითოეულ სიტყვას აქვს თავისი განსაკუთრებული ვიბრაცია, რომელიც ზეციურ სიხშირეებთან თანხმობაშია. როცა აცხადებ, მე ვიღებ, შენ შლიდი შინაგან ბარიერებს, რომლებიც შეუმცნელად შექმენი. როცა აღიარებ, რომ ეს კურთხევები სპეციალურად შენთვის იყო მომზადებული, ამტკიცებ შენს ღირსებას, როგორც შემოქმედის საყვარელი შვილი. ანგელოზებს სურთ, რომ შეეხონ ერთ კონკრეტულ საკითხს, რაც შენს გულს აწვება, შეგრძნება, თითქოს დრო დაკარგე. თითქოს უნდა იყოს სხვაგან შენს ცხოვრებაში. მათ სურთ, რომ იცოდე, ღვთაებრივ გეგმაში დაკარგული დრო არ არსებობს. ყოველი გამოცდილება, ყოველი თითქოს გადახვევა გზიდან, ყოველი შეცდომა იყო აუცილებელი სწავლის ნაწილი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტამდე მოგიყვანა. შენ ზუსტად იქ ხარ, სადაც საჭიროა იყო, რათა მიიღო ის, რაც მოდის. მათ ასევე სურთ, რომ ილაპარაკონ მადლიერების მნიშვნელობაზე ამ პროცესში. მაშინაც კი, როცა სირთულეებია, თუ შეგიძლია იპოვო რამე, რისთვისაც მადლობის თქმა შეგიძლია, შენ უგზავნი ძლიერ სიგნალს სამყაროს, რომ აღიარებ ღვთაებრივ დასწრებას შენს ცხოვრებაში. მადლიერება არის როგორც მაგნიტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მიზეზს იზიდავს მადლიერებისთვის. ეს არის სათნოებების წრე, რომელიც აჩქარებს იმ კურთხევების გამოვლენას, რომლებიც შენსკენ მოდის. ანგელოზები გიჩურჩულებენ, რომ ბევრად უფრო ძლიერი იყავი, ვიდრე გგონია. ყოველი დღე, როცა აირჩიე ადგომა და ცხოვრების გაგრძელება, მაშინაც კი, როცა ყველაფერი უაზრობად გეჩვენებოდა, იყო სიმამაცის მოქმედება, რომელსაც ისინი ზეცაში ზეიმობდნენ. ყოველი შემთხვევა, როცა დაეხმარე სხვას, მაშინაც კი, როცა შენს დახმარება გჭირდებოდა, ჩაიწერა როგორც სიყვარულის აქტი, რომელიც ამრავლებს კურთხევებს შენს ცხოვრებაში. მათ სურთ, რომ წარმოიდგინო შენი ცხოვრება 6 თვის შემდეგ. წარმოიდგინე, როგორ იღიმი გულწრფელად, გრძნობ შინაგან სიმშვიდეს, ცხოვრობ მიზნიანად და სიხარულით. ეს მხოლოდ ფანტაზია კი არ არის, ეს არის ხილვა იმისა, რაც შენთვის მზადდება. ანგელოზები გთხოვენ შეინახო ეს სულათი შენს გულში, როგორც იმედის ანკორი იმ დღეებისთვის, რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ რთული მოგეჩვენოს. და ბოლოს, ანგელოზები სურთ შეგახსენონ, რომ ახლა არ გჭირდება ყველა პასუხი გქონდეს. არ გჭირდება, რომ ყოველი დეტალი ღვთაებრივი გეგმის ბოლომდე გაიგო. ყველაფერი, რაც საჭიროა, არის ერთი ნაბიჯის გადადგმა თითოეულ დროს, შენს გულს ღიად ტოვებდე სიყვარულისა და კურთხევების მისაღებად, რომლებიც შენსკენ მოდის. ნდობა შენდება ნაბიჯ-ნაბიჯ და რწმენის ყოველი პატარა აქტი აძლიერებს შენს კავშირს ღვთაებრივთან. იყავი კეთილი საკუთარი თამის მიმართ. აპატიე შენი შეცდომები და იზეიმე შენი გამარჯვებები, რამდენადაც პატარა არ უნდა ჩანდეს ისინი. ახლა არის დრო, რომ დათესო იმ სურვილების თესლები, რომლებიც ყველაზე მეტად გინდა და ენდო, რომ ცა თითეულ მათგანს რწყავს. ძვირფასო სულო, ანგელოზებს ახლა სურთ, რომ შთაგა გონონ მოქმედებისკენ. ისინი გიჩურჩულებენ, რომ დადგა დრო, შეიქმნა აქტიური მონაწილე შენი კურთხევების გამოვლენაში. საქმე არ ეხება ძალით სიტუაციების შეცვლას ან ყოველი დეტალის კონტროლს, არამედ ჰარმონიაში მოძრაობას იმ ღვთაებრივ იმპულსებთან, რომლებიც შენს გულში იბადება. როცა მოქმედებს სიყვარულითა და ნდობით, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამ, ანგელოზების მიერ კურთხეული და განმრავლებულია. პირველი მოქმედება, რასაც ანგელოზები გთხოვენ, არის მიტევება. დაიწყე საკუთარი თავით. ისინი ხედავენ, როგორ იყავი შენი თავის უმკაცრესი კრიტიკოსი, როგორ ისჯიდი საკუთარ თავს იმ წარსული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც შეცდომებად მიგაჩნია. მაგრამ ანგელოზებს სურთ, რომ გაიგო, საკუთარ თავთან მიტევება მხოლოდ სიკეთის აქტი კი არ არის, ეს არის სულიერი აუცილებლობა, რომელიც ათავისუფლებს დაბლოკილ ენერგიას
და ხსნის ადგილს კურთხევების თავისუფლად შემოსვლისთვის შენს ცხოვრებაში. როცა შენ საკუთარ თავს აპატიებ, შენ უგზავნის სამყაროს სიგნალს, რომ მზად ხარ საკუთარი თავის ახალი ვერსიისთვის. აცხადებ, რომ აღარ მისცემ წარსულს უფლებას განსაზღვროს შენი მომავალი. ანგელოზები მოქმედებენ მიტევების საშუალებით, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ვიბრაცია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მძიმე ენერგია გარდაქმნას წმინდა ნათლად. ყოველჯერზე, როცა ირჩევ საკუთარ თავს მიუტევო, ამაღლებ ვიბრაციას და გალაგდები ზეციურ სიხშირეებთან. ანგელოზებს ასევე სურთ, რომ იზეიმო შენი გამარჯვებები, თუნდაც ისინი სამყაროს თვალში უმნიშვნელოდ ჩანდეს. ყოველი დილა, როცა აირჩიე იმედი სასოწარკვეთის ნაცვლად, ეს იყო გამარჯვება. ყოველი შემთხვევა, როცა ვინმეს კეთილი სიტყვა უთხარი, მაშინაც კი, როცა შენი გული მძიმე იყო, ეს იყო გამარჯვება. ყოველი ჩურჩულით ნათქვამი ლოცვა, ყოველი მადლიერების მომენტი, ყოველი სიკეთის აქტი, ეს ყველაფერი გამარჯვებებია, რომლებსაც ანგელოზები აღრიცხავენ და ზეიმობენ. ზეიმი ამპარტავნობა კი არ არის. ეს არის აღიარება ღვთაებრივი დასწრებისა, რომელიც შენს მეშვეობით მოქმედებს. როცა ზეიმობ შენს წარმატებებს, პატივს მიაგებ შემოქმედს, რომელიც შენი მოქმედებებით მუშაობს. უგზავნი სამყაროს გზავნილს, რომ აღიარებ და აფასებ უკვე მიღებულ კურთხევებს, რაც ბუნებრივად იზიდავს კიდევ უფრო მეტ მიზეზს სიხარულისთვის. ეხლა ანგელოზებს სურთ, რომ ისაუბრონ თესლების დათესვაზე. ყოველი ნამდვილი სურვილი შენი გულიდან არის თესლი, რომელიც შეიძლება რწმენის ნოყიერ ნიადაგში დაითესოს. მაგრამ თესლის დათესვა მოითხოვს შეგნებულ და განზრახ მოქმედებას. თუ გინდა, რომ შენს ცხოვრებაში მეტი სიყვარული იყოს, დაიწყე საკუთარ თავთან და სხვებთან უფრო სიყვარულით მოქცევით. თუ ფინანსურ კეთილდღეობას ეძებ, დაიწყე მადლიერებით იმისთვის, რაც უკვე გაქვს და გამოიყენე შენი რესურსები თუნდაც მცირე, სიბრძნითა და დიდსულოვნებით. ანგელოზები მაჩვენებენ, რომ ამ მომენტში შენს ხელებში ძლიერი თესლებია. ზოგიერთი მათგანი ძველი ოცნებებია, რომლებიც გულში შეინახე. სხვები კი ახლახანს მიღებული გამონათებებია, რომლებიც ლოცვის ან მედიტაციის დროს დაგებადა. მათ სურთ, რომ გქონდეს გამბედაობა დათესო ეს თესლები, თუნდაც ჯერ ვერ ხედავდე, როგორ აყვავდებიან ისინი მომავალში. სულიერი დათესვა ხდება ყოველდღიური პატარა ქმედებებით, რომლებიც შენს დიდ მიზნებთან არის შეთანხმებული. თუ ოცნებობ, რომ სხვებს დაეხმარო, დაიწყე ყოველდღე ერთი ადამიანის დახმარებით. თუნდაც ეს მხოლოდ გამამხნევებელი სიტყვა იყოს. თუ გინდა, რომ ბიზნესი ააშენო, გადადგი პირველი ნაბიჯები, თუნდაც ისინი პატარა იყოს. ანგელოზები მოქმედებენ შთაგონებული ქმედებების მეშვეობით და პატარა ჟესტებს დიდ სასწაულებად გარდაქმნიან. მათ ასევე სურთ, რომ ისაუბრონ მოთმინების მნიშვნელობაზე ზრდის პროცესში. როგორც მიწაში დათესილი თესლი არ ამოდის მაშინვე, ასევე შენი ლოცვებსა და მოქმედებებს სჭირდება დრო, რომ გამოვლინდნენ ფიზიკურ დონეზე. მაგრამ ანგელოზებს სურთ დაგარწმუნონ, რომ რწმენითა და სიყვარულით დათესილი ყოველი თესლი ზეციური წყლებით ფრთხილად ირწყვევა. მაშინაც კი, როცა ზედაპირზე არ ჩანს მოძრაობა, ფესვებში ინტენსიური სამუშაო მიმდინარეობს. ამ მოლოდინისა და ზრდის პერიოდში ანგელოზები გთხოვენ შეინარჩინოს სულიერი რუტინა. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ლოცვა, შთამაგონებელი ტექსტების კითხვა, მადლიერების პრაქტიკა, ან უბრალოდ სიჩუმის მომენტები, როცა შენ შენს ღვთაებრივ არსებას უკავშირდები. ეს რუტინა ვალდებულება კი არ არის, არავად საჩუქარია, რომელსაც საკუთარ თავს აძლევ. ეს არის წმინდა დრო, როცა შეგნებულად ეწყობი ზეციურ სიხშირეებთან. ანგელოზებს ასევე სურთ, რომ ყურადღება მიაქციო იმ ინტუიციურ იმპულსებს, რომლებიც შენს გულში ჩნდება. როცა გიჩნდება მოულოდნელი სურვილი დაუკავშირდე ვინმეს, ესტუმრო განსაკუთრებულ ადგილს ან გადადგა თითქოს უმიზნო ნაბიჯი, ეს შეიძლება იყოს ანგელოზების გზავნილი, რომ მიგიყვანონ მნიშვნელოვან შესაძლებლობასთან ან კავშირთან. საკუთარი ინტუიციის ნდობა ნიშნავს ანგელოზებთან ერთად ცეკვას ღვთაებრივი რიტმით. და ბოლოს, ანგელოზებს სურთ შეგახსენონ, რომ ამ პროცესში მარტო არ მუშაობ. ყოველი თესლი, რომელსაც დათესავ, დაუყოვნებლივ იღებს ზეციური მებაღე ანგელოზი, რომელიც მზრუნველობითა და უსაზღრო სიყვარულით უვლის მას. ყოველი კეთილი განზრახვით გადადგმული ნაბიჯი ანგელოზური ენერგიით ძლიერდება. შენ ხარ თანაშემოქმედი, რომელიც ზეცასთან პარტნიორობაში მუშაობს და ეს პარტნიორობა გარანტიას გაძლევს, რომ შენი ძალისხმევა უხ-ნაყოფს გამოიღებს. მათ გთხოვენ არასდროს დაივიწყო, შენ ღრმად და უსაზღვროდ გიყვარს. დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს.
გაუზიარე ეს გზავნილი ვიღაცას, ვინც გიყვარს. შეიძლება სწორედ ეს სჭირდებოდეს ამ ადამიანს მოსასმენად. არ დაგავიწყდეს მოიწონო ეს ვიდეო და გამოიწერო არხი, რომ განაგრძო ზეციური გზავნილების მიღება, რომლებიც შენს დღეებს გაუნათებს. შემდეგ დივაინ გზავნილამდე ანგელოზებმა დაგლოცონ მშვიდობითა და სიყვარულით. ძვირფასო სულო, როცა ამ ანგელოზურ გზავნილს ვასრულებთ, იგრძენ ის სიყვარულისა და დაცვის ენერგია, რომელსაც ანგელოზები სწორედ ამ წუთას შენზე იღვრიან. მათ სურთ, რომ მუდამ თანატარო სრული რწმენა, რომ შენ ღრმად გიყვარს, არა მხოლოდ ანგელოზებს, არამედ თავად სამყაროს შემოქმედსაც. ეს სიყვარული უპირობოა. ის არ არის დამოკიდებული შენს მიღწევებსა თუ წარსულ შეცდომებზე ან შენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ეს არის სუფთა, უპირობო და მარადიული სიყვარული. ანგელოზები გთხოვენ ახლა შეჩერის და იგრძნო ეს ჭეშმარიტება შენს არსებაში, თითოეულ უჯრედში. შენ გიყვარს, როცა ხარ ბედნიერი და გიყვარს, როცა ხარ სევდიანი. შენ გიყვარს, როცა თავს ძლიერად გრძნობ და მაშინაც, როცა სუსტი ხარ. შენ გიყვარს შენი რწმენისა და ეჭვის მომენტებში. ეს სიყვარულია ის საფუძველი, რაზეც ანგელოზები შენთვის მოქმედებენ და ეს ძალაა, რომელიც ყველა იმ კურთხევას ამოძრავებს, რაც შენსკენ მოდის. ახლა, როგორც რწმენისა და ანგელოზურ ენერგიასთან თანხვედრის აქტი, დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს. ეს სიტყვები მხოლოდ განცხადება კი არ არის. ეს არის გასაღები, რომელიც სინათლის გარიბჭეებს გიხსნის შენს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როცა აცხადებ შენს ნდობას ანგელოზების მიმართ, აძლიერებ საკომუნიკაციო ხიდს შენსა და ზეციურ სამეფოს შორის. ანგელოზები ასევე მთხოვენ შეგახსენო სინათლის გაზიარების მნიშვნელობა. როდესაც ამ გზავნილს ვინმეს უზიარებ, ვინც გიყვარს, თავად იქეცი ანგელოზური კურთხევების არხად. შეიძლება სწორედ ახლა ეს ადამიანი გადის იმ პერიოდს, როცა ყველაზე მეტად ჭირდება ამ სიტყვების მოსმენა. შენ შეიძლება იყო ის ინსტრუმენტი, რომლითაც ანგელოზები ვიღაცის განსაკუთრებულ გულს შეეხებიან. არ დაგავიწყდეს მოიწონო ეს ვიდეო, რადგან ყოველ მოწონებას აქვს კოლექტიური ლოცვის ძალა, რომელიც ანგელოზურ ენერგიას აძლიერებს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას უყურებს. გამოიწერე არხი, რომ განაგრძო ზეციური ჯავნილების მიღება, რომლებიც სპეციალურად შენთვის არის მომზადებული შენი დღეების გასანათებლად და გასაკურთხებლად. ანგელოზები მეუბნებიან, რომ მათ კიდევ ბევრია გასაზიარებელი შენთან და ყოველი ვიდეო იქნება ახალი შესაძლებლობა დივაინთან დაკავშირებისთვის. როცა განაგრძობ შენს დღეს, გახსოვდეს, რომ ანგელოზები შენს გვერდით დადიან. ისინი დაუღალავად მუშაობენ, რომ მოგიტანონ ის კურთხევები, რაც გეკუთვნის. ენდე პროცესს, გჯეროდეს ღვთიურ სიყვარულში და მისცეს ანგელოზურ სინათლეს შესაძლებლობა გაანათოს შენი ცხოვრების ყოველი ნაბიჯი. შემდეგ დივაინ გზავნილამდე დაე ანგელოზებმა განაგრძონ შენი ლოცვა მშვიდობით, სიყვარულით, კეთილდღეობითა და სიხარულით. შენ გიყვარს, შენ კურთხეული ხარ და შენ ხარ გზაზე. ასე იყოს და ასეა.